მაგრამ რეალობა არის ის, რომ შემდეგ ამაზე სხვაებიც ისაუბრებენ უფრო დაწვრილებით, უყურადღებოდ მიტოვებული უბანი შეგვიძლია დავარქვათ ყველას მიერ და ხელისუფლებათა მიერ, არა თუ ვაზისუბანი, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით მანამდე იმ მძიმე ვითარებაში, იმ მძიმე ფონზე, რაც არის ჩვენს ქვეყანაში შექმნილი აი მოღალატეობრივი რეჟიმის წყალობით, ერთი კარგი რამ ხდება, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ამის თქმა, ამის ყოველჯერზე გამეორება არ მეზარება, იმიტომ რომ ჩემი ნატურაც იყო ალბათ როგორც ყველა ნორმალური და ჯანსაღი ქართველის, რომ ამდენი ქიშპის, ამდენი შუღლის, ამდენი ერთმანეთთან დაპირისპირების შემდეგ მეც მინდოდა როგორც ერთ ქართველს და ერთ მოქალაქეს მენახა ქართველი პოლიტიკოსების სინამდვილეში ხელს ერთმანეთს როგორ ართმევენ და საერთო მიზნისკენ, საქართველოსთვის როგორ ერთიანდებიან. და ახლა სწორად აი ამას წარმოგიდგენთ ჩვენ გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი გახარია საქართველოსთვის პარტია და კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო ვართ კონკურენტები ვიყავით აქამდე, მაგრამ ჩვენ ვთქვით, ჩვენ შევთანხმდით, რომ ახლა ერთობის დროა და არა ერთმანეთთან დაპირისპირების და ამ ჩვენი ერთობლივი ბრძოლის მოწინავე მებრძოლებს წარმოგიდგენთ, სამ მოწინავე მედგარ მებრძოლს წარმოგიდგენთ, დღეს წარმოგიდგენთ მათ შორის ვაზისუბნის საერთო ჯამში კი ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატს. საერთო კანდიდატებს წარმოგიდგენთ ჩვენი კოალიცია და წარმოგიდგენთ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან გიორგი შარაშიძესთან ერთად. მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები ისანს, ვაზისუბანს, ავლაბარს, ნავთლუხს, დღეს ამ ოლქების მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენა გვაქვს. მე მგონი ყველანი ვთანხმდებით მეგობრებო, რომ თბილისი, ჩვენი საყვარელი დედაქალაქი, გაცილებით მეც იმსახურებს. მაგრამ სამწუხაროდ კალაძის და ოცნების აი კორუმპირებული მმართველობის შედეგად ჩვენ კარგად ვხედავთ რა დღეშია ჩვენი ქალაქი. კარგად ვხედავთ როგორ მახინჯდება თბილისის ისტორიული იერსახე. როგორ არ ეღირსა თბილისს მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. და არ შემიძლია არ აღვნიშნო ვაზისუბანში ვართ და ვარკეთილის მეტრო, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ერთი მეტრო ვერ გააკეთა თბილისის მერმა და გამოდის და თბილისელებს მესამე ვადით სთხოვს მხარდაჭერას. რის მორალური უფლებაც მას რა თქმა უნდა აღარ აქვს, მაგრამ პირველ რიგში არ აქვს იმიტომ, რომ ყველგან და ყველაფერში არის კორუფცია. და კორუფცია უკვე არის ის სენი, რომელიც ნათელ ბედნიერ მომავალს უკარგავს ჩვენს შვილებს და ჩვენს ქვეყანას მიაქანებს ბნელ წარსულში. ამიტომ ჩვენ გვჭირდება სწორედ ახალგაზრდა პატიოსანი, აი ამ კორუმპირებულების საპირწონედ გვჭირდება პირველ რიგში პატიოსანი, სუფთა წარსულის მქონე ღირსეული პროფესიონალი პატრიოტი ადამიანები, ვინც ჩაიბარებენ თბილისის და საქართველოს მმართველობას, ვისაც გაცილებით უკეთ შეუძლია მართოს ჩვენი ქალაქი, ჩვენი თბილისი, ვისაც თბილისი უყვარს პირველ რიგში, ვისაც თბილისის პრობლემების ტკივა და შეუძლია გულთან ახლოს მიიტანოს და ვინც იქნება ნამდვილი და ჭეშმარიტი წარმომადგენელი ჩვენი მოქალაქეების, როგორც თბილისის, ასევე სხვა ქალაქების საკრებულოებში და მმართველობაში. ამიტომ სწორედ ასეთი ადამიანები გვინდა წარმოგიდგინოთ დღეს ჩვენ, როგორც ალეკო მახსენა, კანდიდატები, რომლებიც არიან შეთანხმებული კანდიდატები და რომელთა შორის მიუხედავად ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული კონკურენციისა, პირადი კონკურენცია გამორიცხულია და ყველა ოლქში თქვენ გეყოლებათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ ერთის მხრივ ან კოალიცია ლელო ძლიერ საქართველოს, ან პარტიას გახარია საქართველოსთვის. ასე რომ თქვენის ნებართვით მეგობრებო, მე გამოვაცხადებ ასეთ კანდიდატს, ყველასათვის ნაცნობ ადამიანს, ძლიერ ქალს, მაგარ მებრძოლ ადამიანს, სოფო ხორგუანს, რომელიც იქნება ჩვენი დეპუტატი ავლაბარში. მოგზანდი სოფო. სოფო, მე მგონი ყველამ კარგად იცით როგორი პრინციპული და მებრძოლი ადამიანია, დანარჩენს თავად იტყვის და თავად დარწმუნდებით მის სიმამაცეში და გამბედაობაში. მადლობა გიორგი, მივესალმები სოფოს. ახლა წარმოგიდგენთ ვაზისუბნელს, ყველა ვაზისუბნელს თვალს გისწორებთ და გეუბნებით, რომ
პირდაპირ გეუბნებით ამას, რომ იშვიათად მინახავს პოლიტიკასთან შეხება, მაგრამ წლებია მას შემდეგ რა ჯერ ჟურნალისტი ვიყავი, აქტივისტი ვიყავი, თბილისის სამქრის ხელმძღვანელი ვიყავი, ახლა უშუალოდ პოლიტიკურ პროცესებში ვარ, იშვიათად მინახავს ქართულ პოლიტიკაში ასეთი კეთილსინდისიერი, ასეთი წესიერი, ასეთი მუყაითი და ასეთი კვალიფიციური ადამიანი, რომელიც უნდა წარმოგიდგინოთ ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. ერთს გეტყვით, სანამ სახელდაგვარს გეტყვით, მისას ის არის ლელოს დაარსების დღიდან დამფუძნებელი ლელოს პოლიტიკური და ახლა კოალიციის ლელო ძლიერი საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი. ყველა ფიქრობს, ნატრობს ამ არეულ და მძიმე ფონზე, რომ ახლა წავიდეს ამერიკაში ან ევროპაში და რაღაცა შავმუშა დაიწყოს მუშაობა. ამ კაცს გარდა იმისა, რომ გერმანიაში აქვს სწავლა მიღებული, გერმანიის ფედერაციაში აკრედიტირებული იურისტია. აეხლავე რომ ჩავიდეს შავმუშა და ტრაილერის ღორად კი არ იმუშავებს, ან იმუშავებს ან არა ზოგისთვის პირდაპირ მაღალანაზღაურებად სამსახურში იქნება და იმუშავებს. მაგრამ ეს კაცი წლების მანძილზე იყო ცესკოში, ოპოზიციის კოტით მოადგილე და გოჯი არ დაუთმია, ყველაფერზე იბრძოდა და აქ არის, აქ რჩება და იბრძვის. მე მინდა სად არის გიორგი სიორიძე, ძალიან მაგარი კაცი. ერთ-ერთი კაშკაშა ადამიანი ქართულ პოლიტიკაში ვაზისუბნელებს არ მოგიდგინოთ კანდიდატად. წარმატებები გიორგის და ჩვენი მესამე კანდიდატი ისნის ოლქში, კონკრეტულად ნავთლუღში იქნება ადამიანი ასევე ქალი, შემოალეკო და ქალები არიან ჩვენი სიძლიერე და ჩვენი სიამაყე, რა თქმა უნდა. ქალი, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ყველა იცნობთ ასევე. იცნობთ ყველა იმ ადგილიდან, სადაც ჩვენ ქვეყანას უჭირდა. ეს იყო სტიქიური უბედურებების ზონა, თუ ეს იყო საპროტესტო აქციები, თუ ეს იყო პოლიტიკური ასპარეზი და ასე შემდეგ და მე ნამდვილად ვარ ამაყი, რომ ჩვენ გუნდს, რა თქმა უნდა, შეთანხმებულად ნავთლუღში ყავს ისეთი კანდიდატი, როგორიც არის ვიკა ფილფანი. მივესალმოთ ვიკას. მოგესალმებით, რა თქმა უნდა ვღელავ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გამოვსულ ვარ ხოლმე, მაგრამ მაინც, იმიტომ რომ განსაკუთრებულად მომწონს ის ვითარება, რაც ახლა გვაქვს. აი მე ორი პარტიის წარდგენილი ვარ და ესეთი რამე იმდენი ხანია ვუყურებ ქართულ პოლიტიკას იშვიათად ყოფილა. ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენ ორმა პარტიამ ეს შეძელით, ეგოები გადავდეთ და ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის ერთად ბრძოლა გადავწყვეტეთ. ამიტომ მადლობით დავიწყებ. მინდა მადლობა გითხრათ თქვენ ყველას, ვინც აქ ხართ. მინდა მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ჩვენი სამშობლოსთვის იბრძვის. შეიძლება მათ განსხვავებული ფორმა აქვთ ბრძოლის არჩეული. ტყვეები არიან, თუ რეჟიმის ტყვეები, თუ მძევლები, აქციაზე დადიან. იმათაც მინდა უთხრა მადლობა. მინდა უთხრა მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეიძლება არ სჯერათ ჩვენი ბრძოლის. ეს უფრო მეტ мотиваციას გვაძლევს, რომ უფრო მეტი ჟინით ვიბრძოლოთ, რომ დავუდასტუროთ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ბრძოლა აუცილებლად მიგვიყვანს შედეგამდე. ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს თბილისს. მინდა მადლობა გითხრათ ყველას, რომ მომეცით შესაძლებლობა ვალი დავუბრუნოთ თბილისს. მე დევნილი ვარ აფხაზეთიდან და როცა ჩამოვედით, პირდაპირ ელიაზე დავიწყეთ ცხოვრება. და ამ თბილისმა მიმიღო გადატანილი, შეშინებული პატარა გოგონა გულში ჩამიკრა და მომცა შესაძლებლობა ყოფილიყავი ის, რაც ვარ დღეს. ამით მე ჩემს ვალს შევეცდები დაუბრუნო ვალი, ჩემს საყვარელ ქალაქს, ჩემს საყვარელ ძველ ქალაქს. განსაკუთრებით იმ ქალაქს, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს დღეს. თქვენ იცით, რომ ავლაბარში ძალიან ბევრია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც არის დღეს ტვირთად ქცეული იმ ადამიანებისთვის, ვინც იქ ცხოვრობს. ჩვენ ეს სიმდიდრედ უნდა ვაქციოთ. ახალი სიცოცხლე უნდა მივცეთ ამ ძველ განსაკუთრებულ უბანს. ისანი ძალიან ძველი სახელია, მე-11 საუკუნიდან უკვე იცის ხალხმა ისანი რა არის. ეს იყო ადგილი, სადაც განსხვავებული ადამიანები ხვდებოდნენ ერთმანეთს. თბილისი იყო გზასაყარი, სავაჭრო გზები, განსხვავებული ადამიანები ხვდებოდნენ ერთმანეთს. ამიტომ თბილისი ყოველთვის იყო ღია, იყო თბილი, იყო თავმდაბალი, იყო განსხვავებული ადამიანების მიმღები. ეს იყო მისი განსაკუთრებული უნარი. საბჭოთა დროსაც თბილისს ყველაზე ევროპულ ქალაქს ეძახდნენ და ესეც არა იმიტომ, რომ ლამაზი შენობები, კარგი დაგეგმარება ან ლამაზი ჭადრები იყო. არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ხალხი. ქალაქის სული არის ხალხი.
ქალაქი პირველ რიგში არიან ადამიანები. ამიტომ ჩვენ მათზე უნდა ვიზრუნოთ. და სწორედ ესეთი იტალიური ეზოები, არა თბილისური ეზოები, იყო თბილისის მთავარი, ყველაზე საყვარელი ნიშანი. განსხვავებული ადამიანები, სხვადასხვა სოციალური სტატუსის თუ შეხედულების ასე ცხოვრობდნენ ერთად. მისი მოკრძალებულობა, თავმდაბლობა, ყველაზე ზომიერება, აი ამაში იყო ყოველთვის თბილისის დიდებულება და ეს დიდებულება თბილისს უნდა დაუბრუნოთ ერთად. დიდი მადლობა. მოგესალმებით. მივესალმები ყველას, ვისი მიზანიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის მარწუხებიდან დაიხსნას და დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი თბილისი, ჩვენი ქალაქები და ჩვენი სოფლები. მივესალმები ყველა პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული რუსულ რეჟიმს. მივესალმები ყველას, ვინც მშვიდობიანად აქციებზე იბრძვის, ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა. თუმცა ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა არის მრავალსაფეხურიანი და ერთ-ერთი საფეხური არის სწორედ 4 ოქტომბრის არჩევნები და სწორედ ამიტომ ჩვენი კოალიცია ძლიერი საქართველო ლელო და პარტია გახარია საქართველოსთვის ვიღებთ მასში მონაწილეობას როგორც ბრძოლაში და აქ გვაქვს თქვენი იმედი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ვაზისუბანში, სადაც ცხოვრობს არაჩვეულებრივი ხალხი, მაგრამ რომელთათვისაც აქ ცხოვრება არ არის უსაფრთხო. არ არის უსაფრთხო, იმიტომ რომ აქ არის უამრავი ავარიული სახლი. მე და ჩვენი მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე ვიყავით რამდენიმე ასეთ სახლში და წარმოუდგენელი იყო, რაც იქ ვნახეთ. განსაკუთრებით მერვე ლეგიონის დასახლებაში, რომელიც თავის დროზე დროებით საცხოვრისად შეიქმნა კომუნისტების დროს და რომელთა უმრავლესობა არის ექსპლუატაცია, მათ გასული აქვს დიდი ხანია და წარმოუდგენელია მესამე, მეოთხე კატეგორიის ავარიულ სახლებში როგორ ცხოვრობენ ადამიანები თავისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად. ყოველდღიურად და კორუმპირებული კალაძე არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს მისცეს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ვაზისუბანში, სადაც აი ამ ადგილიდან ძალიან ახლოს არის მეტროს სადგური, დაუმთავრებელი სადგური. თქვენ იცით, რომ მეტრო არის ძალიან ძვირი სიამოვნება და იმ საშინელი საბჭოთა წარსულიდან, რომლის ხსენებაც კი არ გვსურს ჩვენ, იმიტომ რომ განსაკუთრებით საბჭოთა მენტალობის ქართული ოცნება არის დღეს მართვის სადავეებთან, მაგრამ არის რაღაც ინფრასტრუქტურული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. ვაზისუბანი ზოგადად არის დედაქალაქის ჯიბე. ჯიბე არის იმიტომ, რომ მოწყვეტილი არის ქალაქის სატრანსპორტო კვანძს, აქ არ არის საკმარისი რაოდენობის არც მარშრუტები, ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების და არც საკმარისი რაოდენობის რეისები სრულდება და ადამიანებს უწევთ ძალიან დიდი დროის დახარჯვა იმისთვის, რომ მოხვდნენ სხვა წერტილებში დედაქალაქის. თუმცა აქ არის 90% უკვე დასრულებული იმ სამუშაოების, არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა სადგური 65 მეტრზე და ის არის დღეს ჩაოხრებული, არანაირი რეალური სათანადო კონსერვაცია მას არ გაკეთებია და ამისი აღდგენა და დასრულება არის შესაძლებელი. ეს რომ რეალურია, ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს ამ ქალაქში დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში 2 მეტროსადგური დასრულდა, ვაჟა-ფშაველას და უნივერსიტეტის ქუჩის გაჩერებები და ჩვენ ვხედავთ როგორ შეცვალა ამ სადგურებმა მიმდებარე ტერიტორია. ვნახეთ როგორ განაშენიანდა, არის დიდი ინტერესი მშენებლობის, დეველოპერების, შეიქმნა ინფრასტრუქტურა, გაიზარდა იქ უკვე უძრავი ქონების ფასები და ეს ყველაფერი აისახა იქ ცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხზე და ეს ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს აქ ვაზისუბანშიც, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ჯიბე, არის მოწყვეტილი და ინფრასტრუქტურა აქ არის ძალიან მწირი. არა ისეთი, როგორცაც აქ ცხოვრები ადამიანები იმსახურებენ. რადგან ტრანსპორტზე ვსაუბრობთ, აი აქვე ზუსტად არის აგრეთვე ძველი საბაგირო, რომელიც 20 წელზე მეტია უკვე აღარ ფუნქციონირებს და რომელიც შეიძლება ასევე იქნეს გამოყენებული იმ მიზნით, რაც არის ტრანსპორტი და არა ატრაქციონი კალაძემ რო გააკეთა ფუნიკულიორთან
დასაკავშირებლად მეცნიერებათა აკადემიიდან. ჩვენ რელიეფი ამ ქალაქში გვაძლევს ამის შესაძლებლობას და ეს შეიძლება დამატებით სამგორის მეტროდან თუ ისნიდან სხვათა შორის კალაძე ამას პირდებოდა 2020 წელს და დამეთანხმებიან ვაზის უბნელები რომ არაფერი არ გაუკეთებია ამ მიმართულებით, ეს შეიძლება იქნეს ხორცს შესხმული. უამრავი პრობლემა აქვს ამ უბანს, ამ ოლქს და ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რაც არის რეალური. თუ ჩვენ 4 ოქტომბერს გამოვცხადდებით საარჩევნო უბნებთან და ვეტყვით არას ქართულ ოცნებას, დავიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია, ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ ერთად. მოგესალმებით. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს თქვენს წინაშე დგომა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია წარმოვადგენდე ისნის მაჟორიტარობის კანდიდატს, განსაკუთრებით კი ნავთლუღის ოლქის, იმიტომ რომ აქ ცხოვრობს ძალიან მშრომელი ხალხი. ძალიან დაჩაგრული ხალხიც, ამიტომ დიდი ტვირთიც, მაგრამ ძალიან დიდი პატივიც არის წარმოვადგენდე მათ კანდიდატობის მათ მაჟორიტარობის კანდიდატს. ჩემთვის ასევე ძალიან დიდი პატივია ამდენ თანამებრძოლთან ერთად ყოფნა ამ ბრძოლაში და ამ არჩევნებში შესვლა, იმიტომ რომ ამ არჩევნებში ყველა ვერ შევიდა. ამ არჩევნებში შესვლას ნამდვილად სჭირდებოდა სიმამაცე და ამ არჩევნებში ვერ შევიდოდა ვერავინ. ამ არჩევნებში ვერ შევიდოდა ვერავინ, ვინც ფიქრობდა მხოლოდ საკუთარ თავზე. ამ არჩევნებში შევედით მხოლოდ ის ხალხი, ვინც ფიქრობდით ამ ქვეყნის მოქალაქეებზე და ჩვენ ეს მოქალაქეები არ დავტოვეთ მარტო. თუ ყველაფერი კარგად არის ირგვლივ, თუ ყველა კანონი ისეა, როგორც ჩვენ მოგწონს, თუ კანონის უზენაესობაც ძალიან მაღალია, საარჩევნო მდგომარეობაც ძალიან კარგია და საარჩევნო უბნებზეც არ ხდება ის, რაც ხდება, ყველა შეუძლია რომ იბრძოლოს, მაგრამ ნამდვილ მებრძოლებს ბრძოლა შეუძლიათ მხოლოდ სირთულეებში და უთანასწორ ბრძოლაშიც არიხევენ უკან. ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა, რომ შეხვედით იქ და შევედით იქ ერთად, სადაც ვიცით, რომ ნამდვილი ბრძოლა იქნება. ამ დღეების განმავლობაში, როდესაც მე დავდიოდი ქუჩებში და ხვდებოდი ადამიანებს, რომელთაც ეგრეთ წოდებული ხელისუფლება უკვე მე-13 წელია პირდება უკეთეს ცხოვრებას და დღეს უკვე ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება, რომელიც ქართული ნამდვილად არ არის, პირდება მშვიდობას. მშვიდობა ვერ იქნება იქ, სადაც ბავშვებს შეათ. მშვიდობა ვერ იქნება იქ, სადაც ნანგრევებში ადამიანები ყვებიან. მშვიდობა ვერ იქნება იქ, სადაც 10 წლეულების წინ დევნილი ადამიანები ერთს იქ იქნება, სადაც ყოველ ორ ნაბიჯში ნარკოტიკით გარდაცვლილი ახალგაზრდა გვხვდება. ასევე მშვიდობა ვერ ერქმევა ქალაქში ცხოვრებას, როდესაც ყოველ დღე ქუჩებში კლავენ ადამიანებს და ამაზე პასუხს არავინ არ აგებს. მშვიდობა ვერც იქ იქნება, სადაც წამლის ფული არ აქვთ მოხუცებულებს. ბავშვები ვერ იღებენ ნორმალურ სამედიცინო დახმარებას. დღეს როცა ჩვენს ქვეყანაში საფრთხე შეექმნა უვიზო მიმოსვლას და ქართულმა ოცნებამ უვიზო მიმოსვლა მოგზაურობაში დააკონვერტირა და ასე ყიდის თავის ამორჩეველში, მათ უნდა გავაგებინოთ, რომ უვიზო მიმოსვლა ადამიანებს ამ ქვეყანაში გადარჩენაში ეხმარება. ათასობით სტუდენტი საზაფხულო სამუშაოებზე, როდესაც მიდის, ისინი აგროვებენ მთელი წლის სამყოფ თანხას, რომ ამ ქვეყანაში ჩამოსულ რუსებს გაუწიონ კონკურენცია, თუნდაც იმაში, რომ გარეუბანში საცხოვრებელი იშოვონ და სტუდენტობა გააგრძელონ. ასევე მათ დააკონვერტირეს იმაში, რომ ვიღაცეები უბრალოდ საყიდლებზე დადიან. ამ დროს როგორც კი ამ ქვეყანაში დაუდგინდება ადამიანს მომაკვდინებელი სენი, მას მეორე დღესვე შეუძლია წავიდეს ამ ქვეყნიდან და იმკურნალოს. ის აღარ კარგავს თავის სიცოცხლის მნიშვნელოვან წუთებს. ასევე არიან ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებსაც 10 წლეულების განმავლობაში თავისი ოჯახის წევრები ნანახი არ ყავდათ და უვიზო მიმოსვლის გამო ნახეს. დღეს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ეს ადამიანები საქართველოს მოსახლეობას ართმევენ ამ ძალიან
მნიშვნელოვან მონაპოვარს და ასევე ატყუებენ, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი ქართველი ხალხისთვის. შრომელი ადამიანები ამ ქვეყანაში ქმნიან ყველაფერს, რაც ყოველდღიურად იგრძნობა ქუჩებშიც. განწყობაც საკმაოდ კარგია, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც 30 წელია ვეუბნებით, რომ არჩევნებზე უნდა მივიდნენ და დღეს ვიღაცები ეუბნებიან, რომ არ უნდა მივიდნენ, მათ ეს არ ესმით. იმიტომ რომ კონსტიტუციურია, სახელმწიფოებრივია, რომ არჩევნებზე უნდა მივიდნენ ადამიანები. ისინი არიან ძალიან ბრძოლის უნარიანად განწყობილი. აქედან გამომდინარე, მე მჯერა, რომ ამ ქალაქს, ამ დედაქალაქს ისნის სამაჟორიტარო ოლქს. დაუდგება ნამდვილად ის დღე, როდესაც მათ რაც ეკუთვნით, მათ ფულს სახლში არავინ არ წაიღებს და ის ფული, რომელიც რეალურად არის მათი, მოხმარდებათ მათ. და ბოლოს მინდა ვთქვა კიდევ ერთი რამ. მე წარმოშობით სვანეთიდან ვარ, ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი იქ მაქვს გატარებული. მე-19 საუკუნეში იყო და არის ესეთი სოფელი ხალდე, სადაც 32 ადამიანი ერთი თვის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას რუსულ არმიას. მათ რუსულ არმიას უნდოდა, რომ იქ სოფელი გამქრალიყო და დღესაც არ ეარსება ამ სოფელს, მაგრამ ამ ადამიანებმა ბოლომდე იბრძოლეს და მათ შემოგვინახეს ფრაზა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და დღესაც აქვს აზრი. მადლობა. მადლობა ვიკას. ესეთი მებრძოლი ხალხი წარმოგიდგინეთ. მადლობა სოფოს, ვიკას, გიორგის. საერთო წარმატება ვისურვოთ, მართლა ბრძოლას ყოველთვის აქ აზრი ვიცით, რომ ეს იოლი გასეირნება არ არის, სადაც ვარ შესულები, ეს არის ჩვენი ბრძოლა. და რა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რა ვქნა, გვილანძღია ერთმანეთი, იცოცხლე იმდენი, რომ თაობებს ეყოფათ, მაგრამ ახლა დროა ერთობის, ახლა დროა ერთად დგომის და ახლა დროა ერთად ბრძოლის და ერთად გამარჯვების. ერთი რამ გვაკლია, ერთ-ერთი რამ გვაკლია გამარჯვებაში, რწმენა. მე მეჩვენება, რომ ნაწილი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებს უბრალოდ არ ჯერათ, რომ დაბრუნება მართლა შეგვიძლია აულაბრისაც, ვაზისუბნისაც, ნავთლუღისას და თბილისისას და თელი საქართველოსთვის. მთავარია ეს დავიბრუნოთ რწმენა და ეს რწმენა ჩვენს გულებში ავანთოთ. მით უფრო რომ ჩვენ შევძელით, არ იყო მარტივი, მეგონა, მართლა მეგონა, რომ რაც მეტად გავლანძღავდი დანარჩენ პოლიტიკოსებს, უფრო მაგარი პოლიტიკოსი ვიქნებოდი თავად. არა, ეს არის მცდარი. ერთად უნდა დავდგეთ და დიდ მიზანს უყუროთ. ეს დიდი მიზანი არის საქართველოს ხსნა და გადარჩენა.